მოგესალმებით. თქვენ სავარაუდოდ ჩემს უკან ხედავთ, ეხლა წარწერა საქართველოს მთავრობა, სინამდვილეში უნდა ეწოროს რუსეთის მთავრობა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად იზრდება სინთეზის პატიმრების რიცხვი და ციხეებში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისთვის იბრძვის. დღეს მაინც განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ სინთეზის პატიმარი მზია ამაღლობელი, რომელიც არის ამ რეჟიმის ნომერ პირველი ქალი მედია მენეჯერი სინთეზის პატიმარი. მზია ამაღლობელი სწორედ იმიტომ არის დევნის მსხვერპლი, რომ თითოეული თქვენგანი მედიის წარმომადგენელი დააშინონ და ვერ გაბედონ ბიძინა ივანიშვილისა და მისი დანაშაულებრივი ხელისუფლების საქმიანობაზე ხმამაღლა საუბარი. მზია ამაღლობელი არის სწორედ სანიმუშო პატიმარი იმისათვის, რომ მედიამ ვერ ამოიღოს ხმა და შესაბამისად საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სწორი და სანდო ინფორმაცია. მზია ამაღლობელი უკვე მე-12 დღეა შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის. ამიტომ ჩვენ ქალი პოლიტიკოსები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების ცუდად წარმართვის ვითარებაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც აი ამ შენობაში, რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე. დღეს ჩვენ გვაქვს წერილი, რომელსაც უგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მედია თავისუფლებაზე და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, ევროკავშირს და ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისთვისაც ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ წერილს მე მინდა გითხრათ, რომ მოერთებიან ყველა ის ქალი პოლიტიკოსი, რომელიც რა თქმა უნდა არის სოლიდარული მზია ამაღლობელთან, ერთობლივად წერილით ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ისევე როგორც იმას, რომ შეწყდეს ზეწოლა და რეპრესიები მედიის მიმართ, გათავისუფლდეს მზია საპატიმრო და ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმარი და მე მინდა წაგიკითხოთ გვარები ამ განცხადების. ეს გახლავართ მე, თეონა ქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, ეს არის სოფიო ჯაფარიძე, ეკა ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი. მე დარწმუნებული ვარ კიდე მეტი ჩვენი კოლეგა და თანამოაზრე პოლიტიკიდან შემოგვერთება, თუმცა მთავარი ახლა დღეს არის ის, რომ შეწყდეს ზეწოლა, რეპრესიები და 12 დღის შიმშილობა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს მზიას ჯანმრთელობას, იყოს საბჭოში დასრულებული, იმით რომ მზია იყოს თავისუფალი და კიდევ ერთს დავამატებ, როდესაც პარლამენტის წინ იყო შეკრებილი ჟურნალისტები და მედია წარმომადგენლები, შალვა პაპუაშვილმა ვერც კი გაბედა, რომ შეხვედროდა ეთერ თურაძეს, ნეტგაზეთის და ბათუმელების რედაქტორს იმისთვის, რომ მოესმინა მისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თხოვნა არ იყო გათავისუფლებაზე, თხოვნა იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის მიღება და როდესაც აი ესეთ კედელთან არის საქმე და საერთოდ არანაირი ემპათია, ემოცია, თავი რომ დავანებოთ კანონის უზენაესობას და თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ის არის ქალი პატიმარი, გვხვდება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ რეპრესიული რეჟიმის სახეს, რომელიც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა, ამიტომ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მზია იყოს თავისუფალი და კრიტიკული მედია არ იდევნებოდეს და არ ხდებოდეს ისეთი თავდასხმები, რომლის მოწმეც ჩვენ ვართ ბოლო პერიოდში. მადლობა. მადლობთ. მე მინდა რომ დღეს თქვენი ეთერიდან მივმართო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში როგორც მზია ამაღლობელს, ასევე რეჟიმის ყველა სინდისის პატიმარს, იმიტომ რომ დღეს, როდესაც ჩვენი გზავნილი პირველ რიგში ეხება მზია ამაღლობელს, მე არ მინდა რომ ვინმეს, ვინც დღეს არის რუსეთის საპყრობილეში ტყვეთ-აყვანილი რეჟიმის მიერ კონდეს განცდა, რომ ჩვენ რომელიმე მათგანზე ნაკლებს ვფიქრობთ, ნაკლებს ვრუნავთ, ან ნაკლებად გვაწუხებს მათი ბედი. ერთი რამ არის ძალიან ცხადი, რომ საქართველოში დღეს არის მცდელობა დამყარდეს რუსული ტირანია. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ მოხდა რუსეთში, ბელარუსში განადგურება თავისუფალი მედიის
და დიახ, მათ შორის ჟურნალისტი ქალები იყვნენ რეჟიმის პირველი სამიზნე. სამწუხაროდ რუსეთში ჩვენ გვახსოვს როგორ კლავდნენ ფიზიკური ლიკვიდაცია გვახსოვს ჩვენ ჟურნალისტი ქალების და როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სამოქმედო გეგმას იღებს რუსეთისგან, ფიქრობს, რომ ზუსტად იგივე მეთოდებით, ჯერ დაპატიმრებით, გაჩუმებით და შემდეგ თუ ამის საჭიროება დადგა, განადგურებით, შეძლებს რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს თავისუფლება, მედიის თავისუფლება, საზოგადოებრივი თავისუფლება და მოქალაქეობრივი თავისუფლება. მე მინდა რომ შევახსენო ივანიშვილს და მინდა რომ შევახსენო ამ რეჟიმის ყველა მსახურს. იქნება ეს რიგითი პოლიციელი, რომელიც ემსახურება რუსეთს, იმის ნაცვლად რომ ემსახუროს ქართულ ხალხს, იქნება ეს მოსამართლე თუ სხვა. ქართველები არ ვართ რუსები. ქართველები არ ვართ ბელარუსები. ქართველებს გვაქვს ისტორიული მეხსიერება თავისუფლებისთვის, არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ ამ ბრძოლაში გამარჯვების. და ქართველი ხალხი საკუთარ თავისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს არანაირ რეჟიმს, რომელიც დღეს რუსული მეთოდებით ებრძვის თავისუფალ მედიას და დღეს ამ თავისუფალი მედიის სახე არის ზია ამაღლობელი. მე მინდა რომ საზოგადოებას მოვუწოდო, არ უნდა შეწყდეს ჩვენი აქტიურობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ზია ამაღლობელი იბრძვის საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, იმიტომ რომ 12 დღიანი შიმშილობა დიახ, ეს არის საფრთხე მისი სიცოცხლისთვის. და ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს მას და ყველა სინდისის პატიმარს, მათ ოჯახებს და ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ვინც არ ვართ ციხეში, ჯერ ჩვენი ვალდებულებაა ვიბრძოლოთ ამ ხალხის გასათავისუფლებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სინდისის პატიმარი უახლოეს მომავალში რევაიძულოთ ეს რეჟიმი, რომ გაათავისუფლოს ციხიდან, დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს და ქვეყანაში სწრაფად ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც ბოლოს მოუღებს ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმის აი ამ თავგასულ თარეშს, რასაც ჩვენ უყურებთ უკანასკნელი კვირების მანძილზე. მაშასე ეს იყო ქალი პოლიტიკოსების განცხადება,